ამ ვიდეოში 4 იუთუბერი შეეჯიბრება ხელოვნურ ინტელექტს ხუმრობების მოფიქრებაში. პირველ რაუნდში მონაწილეები ამოიღებენ რენდომ თემას და მოუწევთ ამ თემაზე ხუმრობა. ისინი შეეცდებიან აჯობონ ხელოვნურ ინტელექტს დანარჩენი მონაწილეების გაცინებაში. თუ გამოუვიდათ, თითო ხუმრობაზე მოიგებენ 50 ლარს. მეორე რაუნდში ისინი ხუმრობენ თავისუფალ თემაზე. აქ ჯილდო 100 ლარია. ხოლო საბოლოო რაუნდში ისინი შეეჯიბრებიან AI-ის ფოტოს სახალისო დაღწერაში, სადაც ისინი 150 ლარის მოგებას ეცდებიან. AI-ის უცინი, ხო ბაზარი არა, ზო. არაფერს არ გილოკავს. ო, ჩინი. ეს ყოველთვიური იქნება, ხო გააგრძელებთ? ფაინა. და რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად არის მირიანი, რომლის სპონსორიც არის არ გაჩერდე. საქართველოს ბანკი. რომელიც ჩემიც არის. ლუკა, შენი? მე ხო ვაჟა ვარ დღეს. ვაჟა გოგო ვარ. ჩვენი ვაჟა სამწუხაროდ ვერ მოვიდა, სიცხე მაუწია და ლუკა ჩვენი. ვიყავი აქვე მაღაზიაში და შეიძლება რომ ჩვენთან ერთად მოვიდა მაშველი, ხო მოგჭირდებათ საშველიო და მეთქი. ლუკა, ჯერ გადაცემის ჩაწერა არ დაწყებულა, ნუ მაცინებთ ხო. მე გათამაშებაში გავიმარჯვე, გამოვედი ნატახტარში და ყველას გისურვებთ. თემა არის მანქანის მოყვარულები. ერთი წამი შევიკავო. ერთი ხუმრობა. მე ვაჟიშვილი ვიყო, ივნაირი. ეს ითოლებოდა. დაწყებული. კი, რა თქმა უნდა, მე დავცალი ყველანაირი ენერგია. და ორი გაქვს. რატომ არიან მანქანის მოყვარულები ასეთი სტრესულები? იმიტომ რომ სულ გადაცემაში არიან. წააგები 50 ლარი AI-ს გადაეცემა. კაი ხუმრობა იყო რა. კარგი იყო. ვაღიარებ. კარგად გამაცინეთ. შენი დედის. კარგი, მირომ წააგო 50 ლარი AI-სთან და არ დაგავიწყდეთ, რომ AI, რასაც მოიგებს TikTok ედიტებზე გათამაშდება, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გავანაწილებთ თანხას მე და ზამბახა. YouTube, YouTuberi. ესე იგი, ტყეში მიდიოდა დათვი რა და დაინახა ესა. დათვის შვილი, სხვისი და შენო YouTuberi ხარო თუ YouTubeliო? ეს არა მორჩავს ეუბე. რატო იყავებდი? რატომ არიან იუთუბერები ასეთი პოპულარულები? იმიტომ რომ მათ ყოველთვის აქვთ სათქმელი, თუნდაც ვიდეოს დასაწყისში და ბოლოს. რა უაზრობაში წამაგებდით? ის აცია რა იმას ხნაი. ფაქარი შურიანია. წავაგე 100 ლარია უკვე ჩარიცხული TikTok ედიტებისთვის და რატო გეცინებოთ? მე ძალიან ვიცინებ. არ გაიცინო. ქართული სუფრა. ვეღარ ვასწრებ ვაიმე დროს ვეღარ ვასწრებ. ქართული სუფრაზე იმდენი ღვინო დაილია, რიკი გულწინს. ეხა ეგ რა არის? შენ გადმოაფურთხე ფასრებს და მაგაზე გამიცინე. რატომ არის ქართული სუფრა ყველაზე საშიში ადგილი? იმიტომ რომ შეიძლება იქ სამუდამოდ დარჩე თამადის სადღეღრძელოების გაუთავებელი ციკლში. არის გაუმართლა. მადლობა და ვაგრძელებ. გილოცავთ ლუკა. ურთიერთობები და დეითინგი. რატომ არის დეითინგი ზოგჯერ კოშმარი? იმიტომ რომ შეიძლება აღმოჩნდე ბაემანზე ადამიანთან, რომელიც ჯერ კიდევ ჩათვირთვაშია. რა კაცი. ტელეფონი რო გადაარესტარტოთ თუ შეიძლება. საქართველოს ბანკი კალათბურთის, ფეხბურთის და ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია. სხვათა შორის არ გამოგრჩეთ ახალგაზრდული ოლიმპიადა თებერვალში. დირლი დომ, პოპოპიდუმ, პო.
გაგეცინა? ვიღი მოდი კი. რადგან 2-2 დასრულდა, როგორც გითხრეს, ვინომაც გაიცინა, ზამბახა და AI დაამატებენ ერთ-ერთ ხუმრობას. ოღონდ იგივე ხუმრობა აღარ შეიძლება, ხო? გუშინ პაემაზე დამპატიჟეს და მეც წავედი. აი, აიდიმაზე გამაჩნია. შენ არ გაგეცინა შეჩემო? არ გამცინებია. ანუ ისედაც მანამდე იღიმე. ფენდაფი დაიწყო ივენა. ზოგიერთი პაემანი ისეთი გრძელია, გონია რომ მარათონზე ხარ და არც თიცი ფინიშამდე მიაღწევ თუ არა. გამოვაღოთ სეიფი. ბიჭებო, გათამაშდა უკვე შემდეგი 50 ლარიც. ხამ. მეორე წრეზე გადავდივართ. სიმსუქნე არის შემდეგი თემა. ვიცით რა საერთო აქვს სიმსუქნეს და ზოგიერთ ზედმეტი წონა დააქვს, რომ საკუთარ ჩრდილსაც კი ცალკე ადგილი ჭირდება. ეს ხომ ხელოვნებაა. იყო მუდმივ მოძრაობაში, მაშინაც კი პროცესი ხარ. ზამბახა ყდება შეჩემო. ორივეს გაეცინა. არ დაიღალოთ. ეს ხომ შეჯიბრია. მე ისევ მზად ვარ. სატელევიზიო გადაცემები. აიცა? შენკენა შეჩემო, ეხა გამახსენე. ყველაფერზე ეცინება. არა, ამის სიცილი აღარ ითვლება, იმიტომ რომ ყველაფერზე ეცინებს. всё. აიცა? სატელევიზიო გადაცემები იყო? ნახე, ნუ დავიწყო? დაიწყე ჩვენზე იმუშავე რა, ეს შო. კაი. მოგესალმებათ, 9 საათიანი კურიერი თქვენს გვერდით ზალუ დუმა შვილია და მე გაგაცნობთ ახალ ამბებს. ლირილარილამ ტრალალას პუტუზე აკოცა. სატელევიზიო გადაცემები. ეს ნამდვილი კატასტროფაა. სატელევიზიო გადაცემები ადამიანის დეგრადაციის სრულყოფილი მექანიზმია. ზოგი უაზრობას უყურებს, რომ გონია ტვინი პირდაპირ ეთერში გადადის. ეს ხომ დროის მკვლელობაა, ოღონდ პასიანი. AI ტექნოლოგიები. იმერეთში ხვდება ორი კაცი ერთმანეთს და ერთი ეუბნება, რომ ეს ნახეო ეს რა არისო და ტექნოლოგიებიო და AI ტექნოლოგიებიო. AI ისეთი ჭკვიანია, რომ მალე თვითონაც მიხვდება, რომ დედამიწაზე საუკეთესო ქართველი იუთუბერები ცხოვრობენ. აბა კიდევ? ეს ნახე რა, როგორ გვილოკავს, კარგი. AI-ის უცინი, ხო ბაზარი არა, ზღვა. ვირო შეჩემო, აგვილოკა ეხლა და რა გვი. არაფერს არ გილოკავს. ლუკას უწევს დამატებითი ხუმრობის თქმა, იმიტომ რომ 2-2 მორჩა ლუკას და AI-ის შორის. AI ტექნოლოგიები, ლუკა გისმენთ. რა სიტყვა და AI ტექნოლოგიები პივიპი ბეთლი რომ მიყავდეს. AI. აი. ეს არ უყურებს. რატომ არ უყვარს ხელოვნურ ინტელექტს სკოლა? იმიტომ რომ მას ყველა პასუხი ისედაც იცის. და გილოცავთ ლუკა? სოციქსელები. დაიწყო უკვე. ფიქრო მოიც. დღეს უნდა თქვა, ხო იცი, ხუბრობა. რაღაცაზე ელის ჩვენგან. დაიკიდე რამე თქვი რა. მაგარი მოვიფიქრე ჩემი კაი. დავარ. შენ არ დაგიწყია. დავავიწყო და დაიწყე. შეჩემო, რამე. არა, არ დაიწყე. გამოიცი. ანუ კაი, სავამო. გუშინ არ მეძია. აუ, რა თემპილობებს აკეთებს, ამდენი ხანია და გუშინ არ მეძინავს თვისინი 10 წუთია. იცი რატო?
არ მეგონა თუ გძელდებოდა. რატო? გაგრძელებაც ქონდა. რატო არ გეძიდა? იმიტომ რომ TikTok-ს აი, ეხა ზამბახამს თქოს. სოციალურ ქსელებში ყველა ისეთ ბედნიერ ოჯახურ სურათებს აქვეყნებს, თითქოს რეალურ ცხოვრებაში არანაირი პრობლემა არ არსებობდეს. ნამდვილი საოცრებაა, ფაქტობრივად პარალელური სამყარო. მე ველოდებოდი რომ არ არსებობდეს ესე ითქვა. გადავდივართ მეორე რაუნდზე. მეორე რაუნდი არის თავისუფალი თემა და ჯერ მე შევეცდები რომ თავისუფალი თემით ბიჭების სიცილი მოვიპოვო, ხოლო შემდეგ ჩემს მერე შეეცდება AI რომ ისინი გააცინოს. თავისუფალი თემა იმნაირი თავისუფალი იყო. რა? ბოლო ჯერ ვქენი, არ ვიცი. არ ვიყავი ზარი. რატომ არ შეუძლია კედელს კამათი? იმიტომ რომ ის ყოველთვის დუმს. მე დავიწყო? თუ ჯერ ამან თქვას. შენ დაიწყე. შენ მე? კაცი ავიდა მარშრუტში. ამოიღო სიმინდი. დაიწყდა ესე და დაიწყო ჭამა. ჭამს ესე. ქვემოთ აიხედა და მეგო ფილი არ არისო? ამაკ ფილი ეგონა. რატო გაერთიანა ორივე? დროჟი წაიღო. მოუბნია და აი, ერთ წავს. რატომ არასდროს არის ოკეანე მოწყენილი? იმიტომ რომ ის ყოველთვის ტალღებზეა. ლოჯიკი იყო ახლა. სამივეს გაგეცინათ, ხო? აუ, ეხლა რაღა უკდაჩი. აბა, რა ჰქონდა ბავშვს თავში, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა? არიცით? ფეხი მოხდა. რატომ არ უშვებენ ძაღლებს კოსმოსში? იმიტომ რომ ისინი ყველა ვარსკვლავს ჩამოყრიან. კარგი, შემდეგზე გადავდივარ. კიდე არის დამატებითი სიმღერას ვართ, ხო? Fajna, 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 შინამა ნეკენა დუშუნა, შინამა, fajna. თითქოს დილა, ყავა მზადა, მაგრამ საწოლი არ მშორდება. წავაგე? თითქოს დილა. აი, 100 ლარი გადამოვიდა ედიტებზე. შემდეგი თემა თავისუფალი. კარგი, მაშინ ასე ვქნათ. რატო არ უშვებენ ძაღლებს კოსმოსში? იმიტომ რომ ვარსკვლავები ჩამოყრიან. იცით, რატომ არ უყვართ მათემატიკის მასწავლებლებს ზოოპარკი? იმიტომ რომ იქ სულ ფუნქციებია. სად არის ფუნქციები ზოოპარკში? ზამბახას ჯერია. კაი. მე როცა შენზე ვფიქრო. დროის მანქანა გამოიგონეს და მეცნიერები წარსულში გაემგზავრნენ. დაბრუნდნენ და აღმოჩნდა, რომ ისტორია სულ სხვანაირად მომხდარა, იმიტომ რომ მათ წარსულში პეჩენია დაუვარდათ. გადავდივართ მესამე რაუნდზე. მესამე რაუნდის წესები ძალიან მარტივია. გვექნება თითო ფოტო, თითო მონაწილეს და ეს ფოტო უნდა ავხსნათ ხუმრობით და იგივე სიზავს AI და ვინც უფრო მეც გააცინებს. კარგი ბიჭებო, თქვენ წინაშე არის ლეპტოპი, რომელშიც ხედავთ ჰერმაფროდიტ ცუგას, რომელმაც უყურა ჰიტას ვიდეოს mind blow-ებზე და მისი გონება literally went mind blowing. დიახ. ვა, ერთი საკმარისი იყო ჩემთვის. აი რამოდენიმე დაკვირვება ამ აპოკალიფსურ შედევრზე. 1. აფეთქებული ვარცხნილობა, როცა სტილისტს ეუბნები, ცოტა მოცულობა მომეცი და ისიც პირდაპირ ტროტილს გიღრის თმებში. 2. სიმშვიდე ქაოსში, დააკვირდით მის სახეს.
უკან სამყარო იწვის, რადიაცია მატულობს, ეს კი ისე იყურება, თითქოს უბრალოდ პარკში სეირნობისას მეზობლის კატას თვალი გაუსწორა. დამი მიზეზშედეგობრივი კავშირი. ეს სურათი არის ვიზუალური პასუხი კითხვაზე. რა მოხდება თუ ძაღლს ბურთს გადაუგდებ და აღარ დაუბრუნებ? აი ეს მოხდება. ბირთვული ზამთარი. აი, გავიგეთ. ჩაიჯული. Hey yo guys, today we have some ballet lessons. და ჩვენთან ერთად არის დღეს მოსული გიორგი მგალობლიშვილი, იგივე G2G და G2G ცდილობს ამ ფოტოში გააკეთოს საახალწლო მოძრაობა, რითაც თავის თევზებს უხალისებს ხოლმე ცხოვრებას. Yo, who's got you smiling like that like? სიმღერა დაგეწყოს. აი, სად ყოფილა დამალული ნამდვილი ტალანტი. ქალბატონებო და ბატონებო, დაივიწყეთ გედების ტბა. ეს არის პროტეინის კოქტეილის ტბა. წარმოგიდგენთ სცენას, როცა სანტექნიკოსი ხარ, მაგრამ სულში მაია პლისეცკაია ცხოვრობს. დავაგე ხო? კარგი, ვაიმე ვეღარ ვასწრებ, ვაიმე დროში ვეღარ ვეტევ. ფოტო უნდა აღწერო. ფოტოზე უნდა იმას ქნა. კარგი, როგორი საინტერესო ფოტოა. გაიღიმა მიროს. როგორი საინტერესო ფოტოა. პირველი. როდესაც სახლში მიხვედი ძალიან მთვრალი და მანქანა გააჩერე, მაგრამ ვეღარ პოულობ მე სად გააჩერე, იმიტომ რომ კორპუსის თავზე გააჩერე. მეორე. როდესაც შენი სიძე შენთან ჩასიძდა და თავზე დაგაჯდა უკვე ისეა. ვაუ. ქურდობის საწინააღმდეგო სისტემა. სიგნალიზაცია არ მაქვს, ძმაო, მაგრამ აბა. ეს არის გენიალური სტრატეგია. 3 მორჩა. დავამატებ, მე კიდევ აქ ხუმრობები. რაც იმას ნიშნავს, რომ აგერ 75 ლარი მოიგო ლუკამ. 70 მომეცი მე და იმას მიეცი. აი, რა ხერა გული მაქვს. 730 ლარია უკვე გასათამაშებელი და 3 ადგილი იქნება. პირველ ადგილზე იქნება 400 ლარი, მეორე ადგილზე 200 ლარი და მესამეზე 130 ლარი და ვნახოთ 20 ლარს თუ ვინმე დაამატებს. ძალიან ბანძი ფოტოა. კაი, მოემზადეთ. მე იცი რა ვერ გამერკვევია? ეს ხეა თუ უბრალოდ გაუცილე ლუკა რა. რა გინდა, რატომ უყურებ ჩემზე? აღარ გამაგრძელა. არა, გავიგეთ, მივხვდით უკვე. აი შედეგიც ჩახუტებულია ხეს და ელოდება როდის მოუტანენ ევკალიპტის ფოთლებს. მეგობა რომ შენ ევკალიპტს კი არა მთლიან ხეს გადაყლაპავ, ჩამოდი. ორი და მე ხეს ჩავეხუტები, ვერავინ დამინახავს. ეგრე ბავშვები. მოდი მაგანი ლაპარაკოს და ჩვენ დავასრულოთ სამბახი, ჩვენკენ გადმოდი. დასრულდა ბიჭებო, ჩვენი დღევანდელი ეს სახალისო ეპიზოდი. არ დაგავიწყდეთ, კომენტარები დაგვიწეროთ, რომ გიყვარვართ. 805 ლარი თამაშდება. არ თამაშდება 805 ლარი. ოფში აქ შეძმაო. არ გამომაყლე. მართლა გეუბნებით არ უნდა. კალატოზვა. ლუკა მიმართე ხა. არა, ჩემგან მართლა ეს мотиваცია. ვახ. мотиваცია იქნება ეს ედიტორებისთვის, რომ კარგი ნიუები გააკეთონ ქოროზე და კარგი ედიტები ჩემზე. და ყველაფერი თამაშდება მოკლედ და გელოდებით ედიტებზე. ლუკას გავუკეთეთ ედიტები, იმიტომ რომ დაამატა 200,000 ლარი. ეს ყოველთვიური იქნება, ხო გააგრძელებთ?